ამ ვიდეოში ვიმოგზაურებთ ხევსურეთში, ხოლო ჩვენი პირველი გაჩერება სოფელ კორშაში არსებული ეთნოგრაფიული მუზეუმი იქნება, სადაც მასპინძლობას ცნობილი ქართველი პოეტი გიორგი არაბული დაგვიწევს. სამედიცინო იარაღები, რომელთაც აკეთებენ ოპერაციებს, ანგელიკა ლიქოკელის მითებია, თვითონ ექიმი იყო და ჰქონდა 400-ზე მეტი ოპერაცია გაკეთებული, მათ შორის თავის ქალის ტრეპანაციები, ანესთეზიის და ნარკოზის გარეშე. აქ არიან რეპრესირებული ხევსურები, რომლებიც 37 წელს დახვრიტეს. შემდეგ უკვე ერთ დღეს ამოვიდა ამერიკელი მკვლევარი ეთნოგრაფი ცოლთან ერთად და უთხრა, რომ რა გჭირდებათ, მე დაგეხმარებით თქვენ ხმას მივაწვდეთ ჩვენს მთავრობას ამერიკაში. ხევსურებმა უთხრეს, რომ აი რუსებისგან შეწუხებულებს გჭირდება მხოლოდ იარაღი, რომ მას წინააღმდეგ ვიბრძოლოთ. იმიტომ რომ ეს რუსები, ჯერ მეფის რუსეთი და შემდეგ საბჭოთა სისტემა რეიდებს ატარებდა და დანა თუ ვინმეს კონდა ოჯახში ხმალზე აღარ ლაპარაკობდა, ხა დაშინაზე და מחვილზე, პურის დასაჭერელ დანებსაც კი ართმევდნენ ოჯახებს და მიქონდა. რომ ხევსურს და მთაში მცხოვრებ ადამიანს ზოგადად თუ იარაღს ართმევ, ის კარგავს ფუნქციას, მით უმეტეს ხევსურები იყვნენ მესაზღვრეები, ოდითქმა საზღვარზეც. და მათ თხოვეს იარაღი, რომ იარაღი გჭირდება, იარაღს თუ მოგცემთო და აღმოჩნდა, რომ ეს ამერიკელი ვითომ ამერიკელი იყო აგენტი, რომელიც მე პირადად ესწრებოდა კი არა პირადად აწარმოებდა იმ დაკითხვებს ამ ხევსურებთან, ვინც ხელი მოაწერა ამ წერილს. აქეთ საბრძოლო იარაღებია, ჯაჭვის პერანგი, სამკლავეები ქვია, ფარის მოძიებას ასრულებდა, აქეთ საბრძოლო საფითეები, რომელსაც შინაურთან შუღლის დროს იყენებდნენ, იმიტომ რომ გადასახადს არ იხდიდი, ხევსურს თუ ხმლითან დაშნით ჭრილობას მიაყენებდა, იმაზე უნდა გადაეხადა გადასახადი, ის იზომებოდა. რჯულის სამართალი და კანონი მაგას აწესრიგებდა, ზეპირის სამართალი, რასაც რჯულის კაცები რჯული განიხილავდა, იღებდა გააწყვეტილებას და ამ იარაღებით მიყენებულ ჭრილობაზე გადასახადს არ იხდიდი. უღრმესი მადლობა, წარმატებები და ბევრი სტუმარი. მუზეუმში შესვლა უფასოა, მაგრამ თქვენი ნებისამებრ შეგიძლიათ გაიღოთ ნებისმიერი თანხა, რომელიც ამ მუზეუმის განვითარებას მოხმარდება. ჩაგვივარდა დრონი ახლა და ვეძებთ რომელ ხეზე არის. თუ აქ არის, მაშინ გადავშვით, მაგრამ თუ იქიდან რომელიმაზე არის გაყვეხებული, მაშინ შარში ვართ. აპოლე ჩადის დრონის საპონავე. და დრონი ნაპოვნი. კარგ მდგომარეობაშია? მუშაობს? ცოცხალია, გადაგურჩა ჩვენი რობოტი? სოფელ კორშადან დაახლოებით 1 საათში მივადგეთ თათვიჯვრის უღელტეხილს, რომელიც ზღვის დონიდან თითქმის 2700 მეტრზე მდებარეობს და საუკუნეების განმავლობაში სტრატეგიულ გზად ითვლებოდა. იგი საქართველოს სამხედრო გზის ნაწილია და მას ხშირად ხევსურეთის კარიბჭესაც ეძახიან, რადგან სწორედ აქედან იწყება მოგზაურობა ხევსურეთის ულამაზესი სოფლებისკენ. ესეც ულამაზესი შატილის ციხე, რომელიც ერთგვარი კარიბჭის ფუნქციას ასრულებდა და იცავდა საქართველოს ჩრდილოელი მტკისაგან. შატილი. ეს არის ხევსურეთის ყველაზე გამორჩეული და საინტერესო ადგილი. აქ 100-ზე მეტი ციხესახლი ერთმანეთზე შეჯგუფებული ისე, რომ მთლიანობაში ქმნის ერთიან ციხე-ქალაქს. ეს უნიკალური არქიტექტურა საშუალებას აძლევდა ხევსურებს ერთად ებრძოლათ მტრის შემოსევების წინააღმდეგ. ჩამის არგებელი. ხინკალე. საპატარა.
აბა წონი აქვს. მართლა სხვანაირია რა. მართლა ხევსურულია? გუშინ დავჭი ჩათვლისში, ხოლო ახლა დილის 8 საათია და მივდივართ მიცურში და შემოგთავაზებთ კადრებს იქიდან. შატილიდან სულ რაღაც 20 წუთში მივადექით მიცურს, რომელიც დაახლოებით 30 ციხე-სახლსა და რამდენიმე საერთო საცხოვრებელ კოშკს მოიცავს. მისი არქიტექტურა ისეა დაგეგმილი, რომ ერთიან მიუვალ ციხე-ქალაქს ქმნის. აქ ძირითადად ორი გვარი, შეთიკაურები და დაიაურები ცხოვრობდნენ, რომლებიც განთქმულნი იყვნენ სიმამაცით. ხოლო დღესდღეობით აქაურობა უკვე დაცლილია მოსახლეობისგან და 2014 წლის აღწერილობით სულ რაღაც 15 მუდმივი მოსახლეა. საკმაოდ სასიამოვნო გასავლელი ბილიკია. აგერნიშნულიც არის. და უკვე პირველ ნაგებობასაც მივადექით. მოკლედ ახლა ავდივართ მუცოს ციხესიმაგრეზე და შევამჩნიეთ ასეთი ორი პატარა საკანი, სადაც არის ძალიან ბევრი თავის ქალები. როგორც ვიცი, აქ დაავადებულები ჩამოდიოდნენ და თავის ცხოვრების ბოლო წუთებს მარტო ამ საკანში ატარებდნენ, რომ სხვებისთვის არ გადაედოთ თავიანთი დაავადებები. ესეც ჩვენი მუცოს ციხე-ქალაქი. აქვე რავალ? დავათვალიეროთ. და ხის იატაკია ნაგებული. იმედია არ ჩავარდება. და ძალიან პატარა ფანჯრები აქვს, რომელსაც ალბათ როგორი სიგრილეა, მოგამა, გარდა რომ შემოდიხარ, უფრო ორი მაგეთქნება. ჩვენერ. ამასობაში დავიძერეთ აბუდელაურის ტბებისკენ და თან დავიმგზავრეთ ფრანგი ტურისტები, რომლებსაც ასევე ანალოგიური მარშრუტი ჰქონდათ შერჩეული. სალაშქრო ბილიკი სოფელ კორშადან იწყება და საერთო ჯამში 15 კილომეტრს მოიცავს. მყინვარული წარმოშობის ტბებისკენ მიმავალი გზის ყოველი ნაბიჯი სავსე ალპური მდელოებით, კამკამა მთის ნაკადულებით და ხევსურეთის ულამაზესი პეიზაჟებით. მივუახლოვდით აბუდელაურის თეთრ ტბას. გასათვალისწინებელი ფაქტი რაც არის, აუცილებლად წამოიღეთ დიდი რაოდენობით წყალი, იმიტომ რომ ძალიან მოგწყურდებათ. მაგრამ ეს სიარული ნამდვილად ღირს დაღლად. დაღლად გერდა. ამხედად. საკმაოდ დამრეცი ჩამოსასვლელია თეთრი ტბიდან. ამიტომაც ჯობია რომ ჯერ თეთრ ტბაზე ახვიდე და მერე აქ ჩამოხვიდეთ, იმიტომ რომ დაღლილზე აქ ამოსვლა ძალიან რთული იქნება. მოვედით ლურჯ ტბასთან, რომელსაც ხავსები აქვს უკვე მოკიდებული, მაგრამ მაინც ძალიან ლამაზია. ნუ ეხლა მზე რო იყოს, უფრო ლამაზად გამოჩნდებოდა, მაგრამ არა უშავს. დაახლოებით 5 წუთში, 10 წუთში გადმოვედით ლურჯ ტბიდან მწვანე ტბაზე, მაგრამ ეს რაღაც გონი მწვანე ტბას არ გავს. როგორც მივხვდით, დამშრალია უკვე
ეს ტბა და დიდად ფერი აღარ აქვს საერთოდ. ამიტომ ჯობია რომ თუ აქეთ წამოსვლას დაპირებთ ივნისი-ივლისის თვეებში დაგეგმოთ, იმიტომ რომ აგვისტო-სექტემბერში უკვე შრება ეს ტბები. ოპანა. უ 6 საათია გზაში ვართ. დაახლოებით დაგვრჩა 20 წუთის გზა. და ავალთ უკვე თავარ ცენტრალურ გზაზე. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ძალიან კარგი იყო. დროში ჩავეტიეთ. ეგ არის. და მოკლედ დასრულდა ჩვენი ლაშქრობა. საერთო ჯამში გამოგვივიდა 6 საათი ნახევარი. შესაბამისად, ვინც დააპირებთ წამოსვლას, ეცადეთ რომ 12-მდე დაიწყოთ ლაშქრობა. აბა მომავალ შეხვედრამდე.